ყველა აქციას, ყველა პროტესტს ეს იქნება ძირითადად იმ ორი მოთხოვნის ირგვლივ ფორმულირებული, რაც არის საზოგადოებაში და ალექელი და ხალხისგან წამოსული, რა თქმა უნდა, მივესალმებით. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ახლა მთავრობის გადადგომა მოყვება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებსაც. ამიტომ ჩვენთვის ძირითადი ამოსავალი წერტილი არის, რა თქმა უნდა, უპირობოდ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რომელიც ახლა სინდისის პატიმრებად ყავს რეჟიმს გამომწყდეული ციხეში და მეორე ახალი არჩევნებით აი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და ქვეყნის ნორმალურ განვითარების რელსებზე დაბრუნება ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. ახალი არჩევნები თავისთავად ჩვენი გადმოსახედიდან და ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადმოსახედიდან ნიშნავს ახალ არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებულს და ეხლა ამას ოცნება გააკეთებს და ამ არჩევნების შემდეგ წავა თუ ოცნების გარეშე ჩატარდება ეს არჩევნები, მე ვფიქრობ ეს უბრალოდ რაღაცა ბუხალტერია, რომელშიც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რომელი უფრო რეალურად მიგაჩნიათ ამ ორ ვარიანტს? ოცნება უფრო მარტივად ჩანიშნავს ახალ არჩევნებს თუ? მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო შორი მოთხოვნაა, ვიდრე ოცნება გადადგეს ხა და წავიდეს და სახლში ეხო ბუნებრივად უფრო რთული მისაღწევი მოთხოვნა, ამიტომ მე ვფიქრობ, ამას განსაკუთრებულ ყურადღებას ნებისმიერ პროტესტს პატივცემ, ნებისმიერი ადამიანის გამოხალტულ პროტესტს, მათ ბრძოლას და ამიტომ აი წვრილმანებში არ დავწვრილმანდები და ამის განხილვას არ დავიწყებ, თუმცა ახალი თავისუფალი სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნები არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნა. ამას ოცნება ჩაატარებს თუ ოცნების გარეშე ჩატარდება, მე უფრო შორეული ამბავი მგონია ის, რომ მაგალითად ოცნება ეხა გადადგება და თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებულ არჩევნებში საერთოდ არ მიიღებს მონაწილეობას და ეხა ვიღაცა ჩაჯდება თვითმფრინავში და წავა ამ ქვეყნიდან. ეს უფრო შორეული ამბავია, რა თქმა უნდა. ამიტომ ჩვენი ბრძოლა, რა თქმა უნდა, არ უნდა შეწყდეს არც ერთი წუთით. დიდი პატივისცემა, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს, რომლებიც 150 დღეა ახალი არჩევნები თუ ჩაინიშნა ქართული ოცნების მიერ, ეს ისეთივე იქნება, როგორც აქამდე ჩატარებულა და შესაბამისად ნდობა ნაკლებია მათ მიმართ. ამიტომ ფიქრობენ, რომ შეიძლება ეს უფრო დამაზუსტებელი მოთხოვნა იყოს, ვიდრე ხო, ნუ რა ვიცი, ხა თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩავატარეთ არჩევნები და თუ საერთაშორისო გარანტიებიც იქნა სადამკვირვებლო მისიები უფრო დიდი რაოდენობის ამ ქვეყანაში თუ ვთქვათ დეპოლიტიზირება მოხდა ცენტრალური საარჩევნო კომისიას, რომელიც ხარი არის დღეს წარმოდგენილი ამ ამბავში, ასევე სუსის, რომელიც უნდა გამოეთიშოს მთელ ამ საარჩევნო ბატალიებს მმართველი პარტიის მხარდასაჭერად. მე არ ვფიქრობ, რომ რაღაცა განსაკუთრებული ამბავია იმაში, რომ ოცნება ჩაატარებს თუ არ ჩაატარებს სამარჩევნებს, ხო? ნუ რა ვიცი, ხა იმ პირობებში თუ ჩვენ გავზრდით ჩვენს მხარდაჭერას მათ შორის, თუ დავარწმუნებთ მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც აი ბოლო 5 თვის განმავლობაში სრულად გაშიშვლებული ბრუტალური სახე ნახეს ოცნების ხელისუფლების და თუ ჩვენ იმ ელექტორატში შევაღწევთ, მე რწმუნეთ, საერთოდ არ დაგვჭირდება ჩვენ ახლა ვიღაცაზე დამოკიდებულება, ვიღაცის პირობებში ჩატარებული, რომელიღაც ადმინისტრაციის ჩატარებულ არჩევნებშიც კი შეგვიძლია უპირატესობის მოპოვება, მაგრამ თუ ახლა ყველაფერს თავი დავანებოთ, მაშინ 26 ოქტომბერს საერთოდ რატომ მივიღეთ ასეთ არჩევნებში მონაწილეობა, ხო? ძალიან კარგად ვიცოდით, როგორი გაუარესებული იყო საარჩევნო გარემო, მათ შორის EUTOS რეკომენდაციების საპირისპიროდ, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით რა რეკომენდაციებიც იყო დადებული. მაგრამ იყო საუბარი, რომ ელექტრონული არჩევნებია ვერ გააყალბებენ და ხო, ნუ გახსოვს ეს პოლიტიკოსებიც, ხო? მათ შორის ის პოლიტიკოსები, რომლებიც არჩევნებიდან ამდენიმე საათში რაღაცა ოვალურ კაბინეტს აფორმირებდნენ თუ მართლ კაბინეტს. ითხოვთ ახალ არჩევნებს 150 დღე გავიდა, რაც ეს მოთხოვნა არსებობს. და ხედავთ ქართული ოცნების რეაგირება რა იყო, დროდადრო რა მეთოდებს იყენებდა. დღეს ის არათუ უსმენს ამ პროტესტს, არამედ ლეგიტიმაციის მიღებას ცდილობს. დამძიმებულია სანქციებით, ვაშინგტონში რაღაც კომუნიკაციის დამყარების მცდელობებს ხედავთ. დღეს რა გვარწმუნებს, რომ მიღწევადი ამოცანა ახალი არჩევნები, როცა კალენდარულად ახალი გვიწევს ახლა თვითმმართველობის არჩევნები მალე და ამაზეც კითხავ. ხო, ჩვენ ყოველთვის ვიძახდით რუსუდან, რომ ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა, რა თქმა უნდა. ეს არ არის ბრძოლა, რომელიც ერთ კვირაში გადაწყდება და ეს არ არის იმ ტიპის პრობლემა, როდესაც აი ესეთი ტიპის რეჟიმს რაღაც ნახევრად ჰიბრიდულს ებრძვი და აი ესეთი ბრძოლის მეთოდებს იყენებს, რუსული ჰიბრიდული ომის მეთოდებს შენი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ერთ კვირაში დამარცხდეს და ნამდვილად აქ არის უბრალოდ გამძლეობის ტესტი თითოეული ჩვენგანისთვის, იმიტომ რომ პირველი რასაც მივაღწიეთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ სწორს ბრძანებთ, რომ ლეგიტიმაცია დღეს ჰაერშია მისი გამოკიდებული და ყველაფერს აკეთებს ოცნების ხელისუფლება, რომ ლეგიტიმაცია მიიღოს. ფაქტია, რომ დღეს ლეგიტიმაცია მიღებული არ აქვს საერთაშორისო საზოგადოებისგან, მათ შორის
მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან თუ პარტნიორი სახელმწიფოებისგან ევროკავშირის მასშტაბით თუ ამერიკის კონტინენტის მასშტაბით. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, სასანქციო რეჟიმი არის ჩართული და ეს სასანქციო რეჟიმი მოქმედებს. სასანქციო რეჟიმს თავი რო დავანებოთ ხაზინის სანქციებს და სავიზოში ზღუდვებს. ჩვენ გვყავს ქვეყანაში მაგნიცკის სიით სანქცირებული არაერთი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, მათ შორის ქვეყნის პირველი პოლიციელი, რაც უმძიმესია აი ამ ქვეყნისთვის. და მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა განცდას ვცდილობთ ხელისუფლებას შექმნას, რომ ამ პროტესტს ამარცხებს და 150 დღე ქუჩაში პროტესტის მიუხედავად ისინი თითქოს რაღაცა ძალაუფლებას ინარჩუნებენ, ჩვენ ვხედავთ, რომ როგორ ამკაცრებს მაგალითად კანონმდებლობა. ხო, ну ასეთ განცდის დატოვებას ცდილობენ, რა თქმა უნდა, და ეხლა იმაში გასაკვირი არაფერი არ არის, რომ ლეგიტიმაციის მიღებას ცდილობენ და შეერთებულ შტატებთანაც ცდილობენ რამე დაალაგონ, მაგრამ ტრამპის პრეზიდენტის ინაუგურაციიდან 100 დღე არის თითქმის უკვე გასული და რა ვიცი, არც სასანქციო რეჟიმი მოხსნია ბიძინა ივანიშვილს, არც ვინმეს უღიარებია მათი ლეგიტიმაცია და გვაქვს ის მოცემულობა, რაც გვაქვს. ამიტომ ჩვენ ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება გამძლეობა ასეთი ტიპის რეჟიმებს ყოველთვის ასუსტებს, რა თქმა უნდა, ჩვენი თანმიმდევრულობა და ჩვენი გამძლეობა. ამიტომ ჩვენ უნდა გავძლოთ ამ პროცესში. აი თქვენი და მათ შორის სხვა ოპოზიციური პარტიების ამოცანაც იყო დასაწყისში, რომ მათ შორის გემუშავად ლეგიტიმაცია ყოფილიყო, ასე ვთქვათ, გაყინული. მაგრამ როცა ცდილობს ის და ვხედავთ, რომ თეთრ სახლში დღეს შეხვედრა ჰქონდა, ამას ამბობენ თავად და გუშინ სახლების მაღალჩინოსანს შეხვდნენ. რა საკეთებთ თქვენ იმისთვის, რომ აი მოცემულობა იყოს შენარჩუნებული? რა შეგიძლიათ? ხო, ну არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით ჩვენ ახლა ჩვენი ხაზები, კავშირები, რა თქმა უნდა, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან გვაქვს იმ პირობებში, როდესაც დღიდან დღემდე, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობას აუარესებს, მათ შორის აუარესებს მდგომარეობას დაკავებულების, მათ შორის იმ პროტესტანტების, რომლებიც ყოველდღურად ქუჩაში დგანან და რა ვიცი, ახლა წარმოუდგენელი სასჯელია ამ ადამიანებისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის, ჩემთვისაც და ნებისმიერ ადამიანისთვისაც 5000 ლარიანი ჯარიმა და ადმინისტრაციული პატიმრობა და ზოგ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებენ. აი იმ პირობებში ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება ამ ეტაპისთვის მზად არ არის არანაირი დათმობისთვის, არანაირი უკანდახევისთვის, ამიტომ მისთვის რაღაცა ტიპის ლეგიტიმაციის მინიშნება, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, როდესაც ველაპარაკებით, იქნება პრობლემა. ამიტომ რა განსაკუთრებული იმაში, რომ ამ შეერთებულ შტატებში ლევონ დავითაშვილს ესაუბრებიან, მე ვფიქრობ, განსაკუთრებული ამაში არაფერი არ არის, იმიტომ რომ ტრამპის ადმინისტრაცია ელაპარაკება ირანსაც და ავღანეთში თალიბებსაც და ნუ ამაში განსაკუთრებული, რა თქმა უნდა, არაფერი არ არის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ინდიკატორები უნდა დავინახოთ. ინდიკატორი არის დღეს ის, რომ ეხა ცდილობს თავიდან ბოლომდე ეს კლანებს შორის არსებული დაპირისპირება, რომელიც გამძაფრებულია დღეს ოცნებაში, ერთი ჯგუფის ძალაუფლების ერთი გავლენის ჯგუფის ხელში მოექცეს. ამის დასტური იყო ის ღარიბაში. ანუ შეხვედრაზე მეტად მნიშვნელოვანი თქვენთვის არის ის თუ რა შედეგი მოყვება ამ შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, ეხა აი ალბათ ეს ლევონ დავითაშვილი იყო მსოფლიო სავალუტო თუ მსოფლიო ბანკის რაღაც ყოველწლიურ კონფერენციაზე. კი ბატონო, ეს არ არის ამერიკაში რაღაც ოფიციალური ვიზიტი ტრამპთან შესახვედრად, ხო, ბუნებრივია. მაგრამ შეხვედრები მას ჰქონდა და ჩვენ არ ვიცით მისი შინაარსი. თქვენი აზრით ახლა ლეგიტიმაცია არის მთავარი პრობლემა ქართული ოცნებისთვის, თუ სანქციები, რომელიც ადევს ბიძინა ივანიშვილს და როცა შედეგზე ვსაუბრობთ, თქვენი აზრით როგორ ამის შემდგომ რა შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ ოცნების პოლიტიკაში შევამჩნევთ, მათ რა პირობები ჰქონდათ, ხო? ხო, ну აი ეს გამოჩნდება ბუნებრივია, ან ერთი მხარე იტყვის, ან მეორე მხარე, ეს ბუნებრივად ვერ დაიმალება, რა მოთხოვნები აქვს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად მანკაბუჭორიშვილს შეხვდა ელჩი და იქ რაღაცა სხვადასხვა ვერსიები ვრცელდებოდა ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, ну გავრცელდა ხოლმე ოფიციალური სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია ვაშინგტონიდან, რაც გულისხმობდა კონკრეტულად ის გზავნილი, რაც გადასცა ამერიკულმა მხარემ ქართულ მხარეს. რაც შეეხება კონკრეტულად აი პროცესის გაგრძელებას, ხო, ანუ როგორ ხედავთ ჩვენ? ანუ ეხა არის მოცემულობა რუსუდან, როდესაც მთელი ეს პერიოდი მითზე იდგა ივანიშვილი, რომ ყველაფერს დაალაგებს შეერთებულ შტატებთან, ახალი ადმინისტრაცია მოდის, სოფლიო გლობალური პოლიტიკის დღესასრიგი იცვლება და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის ეხა არავის არ ცალია ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ბევრად უფრო გლობალური, მათ შორის რეგიონული კონტექსტი არის და ბევრი სხვა გამოწვევა არსებობს, არწმუნებდა ეს ადამიანი, რომ ყველაფერს დავალაგებთ, მაგრამ დღეს არის მოცემულობა, რომ სასანქციო რეჟიმი გრძელდება. ეს არის სიგნალი მათ შორის შიგნით რეჟიმის მსახურებისთვისაც, ხო? ეხა რეჟიმის ბიზნესმენები, რომლებიც პირდაპირ ფორმის სპონსორები არიან ამ რეჟიმის, რომ ხედავენ, რომ ამათანაც მოახლოვდა უკვე სანქციების რეჟიმი და ძალიან ახლოს არის ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ისინი ძალიან სენსიტიურად გრძნობიერად აღიქვამენ, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი მათთვის ღმერთი არ არის, ხო? ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ღარიბაშვილის შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილი ღმერთი და 10ჯერ მადლობა მოუხადოს, 3ჯერ გაგდებულზეც კი, ერთხელ გააგდო პრემიერად, მეორედ გააგდო და ბოლოს ეხა მესამედ საერთოდ დარაჯს არ გააგდებენ იმ პარტიიდან, ისე გააგდო ეს ადამიანი, ხო? როგორი ემსახურა, ეს არის გზავნილი.
მათ შორის ახლა ოცნების სამომრჩევლებს მინდა მიმართო, რომელმაც 26 ოქტომბერს დაუჭირეს მხარი ამ რეჟიმს. ეს არის ამათი სახე, მეგობრებო. ღარიბაშვილზე უკვე თქვენ ბიძინევანშვილს ვერცერთი ვერ ემსახურებით, მაგრამ ბოლოს გააგდო ისე როგორც გააგდო. ეს არის საჟელი. ეს არის ლიმონივით გამოსწურავს ეს ადამიანი ნებისმიერ ადამიანის რესურსს. მათი ელექტორატს, მათ ავტორიტეტს და ასე გადააგდებს. ეს მარტო ცენტრალურ დონეზე კი არ ხდება. ეს ხდება თვითმმართველობებში. ძალიან კარგად იციან თითოეულ მათგანმა, რომელმაც 2012 წელს ბრძოლით მოვიდნენ. დღეს თავზე ასხედან საკრებულოს თავმჯდომარეებად, კომისიის თავმჯდომარეებად, მერებად და მოადგილეებად ის ადამიანები, რომლებიც 2011-12 წლებში დევნით იყვნენ ამ ადამიანების დაკავებულები. ძალიან კარგად იციან დღეს თავიდან გამოთქმა იყო 2011-12 წლებში, რომ რომელიღაც კომპანიაში ფინანსური პოლიციაა შესულიო და ეს აღნიშნავდა იმას, რომ იქ რაღაცა რეჟიმი მყარდებოდა ისეთი და რეპრესიული. ზუსტად ასე დღეს ქართულ ოცნებაში შემოსულია კობახიძის ფრთა, რომელმაც ყველა ძალაუფლების ყველა ბასტიონი აიღო საკანონმდებლო ორგანო, ეხა პარტიასაც ალბათ მას დაუქვემდებარებენ, აღმასრულებელი ხელისუფლება, პარტია, ნუ წარმოუდგენელია, ხო? ბატონო? რატომ თქვენი აზრით? ნუ ერთადერთი ის არის, რომ ბიძინევანშვილის მთავარი ძალაუფლების წყარო საყრდენი არის რამდენიმე ესე რომ ვთქვათ ძალაუფლების სისტემური რგოლი, ეს არის სასამართლო, რომელსაც არასდროს არ დაუთმობს კობახიძეს და მისთვის ახლა აღმასრულებელ ხელისუფლებაში და საკანონმდებლო ხელისუფლებაში ვინ იქნება, ამას არსებითად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ადრე სხვანაირი მართვის მეთოდი ჰქონდა, ხო? მაგალითად დივერსიფიცირებული ჰქონდა ძალაუფლება პარტიაში, პარლამენტში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მაგრამ ეს არის ფასი, რომელსაც ბიძინევანშვილი ალბათ უხდის კობახიძეს იმისთვის, რომ ყველაფერი ისათქმევინოს, რაც მას უნდა, ხო? კობახიძეს ხო რაღაცა ზღვარი მორალური არა აქვს, რაღაცა წითელი ხაზი. ყველაფერს სიტყვის, ყველას გალანძღავს, ყველას დაიჭერს, ყველას მიწაში ჩადებს. ოღონდ ბიძინევანშვილმა უთხრას ეს. ეს არის ფასი, რომელსაც უხდის ბიძინევანშვილი მას, მაგრამ მან უნდა გააცნობიეროს, რომ ძალიან მარტივია მისთვის ყველა ცოდვის საკიდება. რაც უფრო ადიხარ ძალაუფლების ქარაფზე, მე გადმოვარდნა იქიდან შეიძლება სული ვერ დაატანო მიწამდე. აი კობახიძეს პრინციპში მათი პოლიტიკა კარგად ნახეთ, რაც უფრო მკაცრი იყო რეაგირებაც, მით უფრო ბრუტალურია თავად, მოუწოდებენ კანონის გაწევისკენ, უღარეს კანონებს იღებს. ქართული ოცნების პოლიტიკა გასაგებია და ეს ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე, მაგრამ ოცნებისთვის ახლა მნიშვნელოვანი ხომ არის ლეგიტიმაცია. და ის შეხვდება პარტნიორებს. ის პარტნიორები რას ეტყვიან და რა პირობის შესაძლოა შეერთებულ შტატებში ახლა მას თხოვდნენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და რაღაც დიალოგს პოლიტიკურ პარტიებთან და არა მაინც და მაინც ახალ საპარლამენტო არჩევნებს. ოცნებისთვის ხომ პატიმრებს გაათავისუფლებს ეს საკითხი და ეს მიმართულება ხომ მას იმისთვის აქვს მუდმივად რომ რაღაც სავაჭროდ გამოიყენოს. მისთვის ხომ მნიშვნელოვანია რომ ის აღიარონ პარტნიორებმა და შეხვდნენ მას და ესაუბრონ, ხომ? ანუ ეს ხო პირიქით ლეგიტიმაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. ამას საუბარს გულისხმობ. თუნდაც საუბარი ხო მე არ უყურებ ეს რაღაც ეს დრამატულად არ უყურებ. რა თქმა უნდა, პარტნიორი ჩვენ საერთაშორისო მედიაცია გულწრფელად რო ვთქვათ, გვჭირდება მათ შორის ჩვენს მხარეს, ხო? ბუნებრივია გვჭირდება ჩვენ შეერთებული შტატების ჩართვა. დღეს რითიც სარგებლობს ეს ადამიანი ახლა არის ბიძინევანშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი, იმით რომ ევროპას აქვს სხვა გლობალური საკითხები გადასაწყვეტ და საქართველოს არ არის პოლიტიკური დღის წესრიგში. ეს არის ჩვენი უბედურება. მათ შორის შეერთებული შტატებს არც ალია ჩვენთვის და ეგ არის ჩვენთვის უბედურება, რითიც ითფობს ახლა ხელს და იხარძლებს საკუთარ ძალაუფლებას, ხო? ოცნების ხელისუფლება. ჩვენ რა თქმა უნდა ეს საერთაშორისო მედიაცია გვჭირდება, ჩვენ ეს საუბარი გვჭირდება. თუ ვინმეს გონია რომ საუბრის გარეშე რამე პოლიტიკური პრობლემა გადაწყდება, ძალიან ცდებიან, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ნომერ პირველი ამოცანა ჩვენ კონტაქტების გაწყვეტა რაც მოხდა, მაინც და მაინც სახარბიელო არ არის თუ ეს სხვა არა, ეგ სხვა საკითხია. მე ამიტომ ვიძახი, რომ ავღანეთში თალიბებს ელაპარაკებიან შეერთებული შტატ, როცა რა გამოცხადებული ომი ქონდათ მრავალწლიანი სამხედრო კამპანიის. ანუ მიესალმებით თუ კი ისაუბრებენ მასთან. არა, უყურეთ როგორი საკითხია, ჩვენ საერთაშორისო მედიაცია გვჭირდება ორი საკითხის მისაღწევად. თუ ამ საკითხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მედიაციაში იქნება შეერთებული შტატები ჩართული და სხვა მნიშვნელოვანი მსხვილი კონტრიბუტორები ამ პროცესში, პოლიტიკური კონტრიბუციას ვინ შეიტანენ, რა თქმა უნდა, ეს არის ორი საკითხი, ფუნდამენტური საკითხი, რომლის იქით ჩვენ არაფერს არ განვიხილავთ, ხო? ერთი ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და მეორე ქვეყნის დაბრუნება ნორმალური ევროპული ინტეგრაციის გზაზე და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, რომლის ძირითადი ინსტრუმენტი დღეს ერთადერთი რაც ჩანს ამოცემულობით, არის მხოლოდ ახალი არჩევნები, რომელმაც შესაძლებელია ეს პოლიტიკური კრიზისი და ეს მართლაც ისეთი მდგომარეობა განმუხტოს. მერწმუნეთ, ეხა ძალიან დიდი
ძალიან დიდი ღელვაა თვითონ ოცნებაში. თქვენ გონიათ ახლა კომფორტული მდგომარეობაა ოცნებისთვის ის რაც ხდება? გამოჩნდა პრინციპში. ნუ არ არის ეს კომფორტული მდგომარეობა. პარტიის თავმჯდომარე გულწრფელად რო გითხრათ, რუსუდან პარტიის თავმჯდომარე არც ყოფილა ირაკლი ღარიბაშვილი. როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი თავმჯდომარე გახადეს პარტიის საპარლამენტო არჩევნებზე, საარჩევნო შტაბის მართვა ჩააბარეს პრემიერ-მინისტრს ირაკლი გობახიძეს, რაც პირდაპირ ინდიკატორი იყო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იყო გაგდებული უკვე პრემიერ-მინისტრობიდანაც და ფორმალური იყო მისი პარტიაში თავმჯდომარეობა. კი ბატონო, ბოლოს კითხავთ, ხომ არ მოდის ნელ-ნელა დრო, რომ არჩევნებთან დაკავშირებით თვითმმართველობის არჩევნებზე პოზიციები უფრო მკაფიო გახდეს? მე ვფიქრობ, ამისთვის დრო არის, შეიძლება ბევრი არა, მაგრამ არის დრო. მე სიმართლე რო გითხრათ, თვითმმართველობის არჩევნებს რაღაცა ეს ფუნდამენტურ საკითხად არ განვიხილავ, როგორც ზოგიერთ პოლიტიკურ აქტორს შემოაქეს და სხვათა შორის რა მავნებლური განზრახვით გააკეთებენ ამას და რა აქტორები წყავთ ჩართული. მე სიმართლე რო გითხრა, ამის უკან რაღაცა ისეთ პროცესებს ხედავ, რაც არ მომწონს, სიმართლე რომ გითხრათ, ეს არ არის ფუნდამენტური საკითხი, ისეთი საკითხი, რომელიც ავტომატურად მიმულია ან რეჟიმის ლეგიტიმაციასთან, ან რაიმე ფორმით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან. ანუ ეს არის საკითხი, რომელიც ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ გადაწყდება, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერებთან კომუნიკაციით და არც ერთი გარე აქტორი თუ შიდა აქტორი ამაზე გავლენას ვერ მოახდენს. ანუ სიახლეს ჯერ ვერ იტყვით, რაც აქამდე გითხრათ. მადლობა. მადლობა ბერდიას, ბერდიას იჭინავა იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.